განცხადება. დღეს თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოების პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგრადობა და მათი სახელმწიფოებრივი სტაბილურობა დიდი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნებს შორის გახშირებული სამხედრო ესკალაციის ფონზე, რომლის უშუალო წამქეზებლად და ხშირ შემთხვევაში ავტორებადაც კი გვევლინებიან დასავლეთის რიგი სახელმწიფოები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები. კლავაც მძიმე ვითარება ჩვენთან რეგიონში. მალე 3 წელი შესრულდება, რაც სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს ორ სლავურ სახელმწიფოს შორის და რის შედეგადაც დღემდე იღუპება ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სწორედ დასავლეთის მხრიდან გულუხვა დაფინანსებულმა უკრაინულმა ფაშისტურმა პოლიტიკამ და მილიტარიზაციის არნახულმა მასშტაბებმა შეუწყო ხელი გარდაუვალი კონფლიქტის გაჩაღებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ასე იმედი აქვს ხალხს ძვირფასო მეგობრებო, გარკვეული წინასწარი მოლოდინების შექმნა ამ მიმართულებით და იმედს იტოვებს საზოგადოება ხალხი, რომ თავის წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც ის უკრაინის მხარეს აიძულებდა მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯარიყო, სისრულეში მოიყვანს. ასევე ახლო აღმოსავლეთში კვლავ მიმდინარეობს სასტიკი ომი ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინის ხალხებს შორის, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ დღეს ის ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. უკვე შეიძლება ღიად დაფიქსირება იმ მოცემულობისა, რომ საქმე გვაქვს პალესტინელი ხალხის გენოციდთან, ამას უკვე აღიარებენ. სხვათა შორის ამასვე ამბობენ დასავლეთის რიგი სახელმწიფოების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და ის მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. ასევე იმისათვის, რომ ამ კონფლიქტიდან გამოსავალი ვიპოვოთ, უნდა დაუბრუნდეთ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ამ პროცესში მკაცრად უარყოფით როლს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია, რომელსაც მცდელობას კი არ ქონია კომპრომისების პოვნისკენ კაფეო მოწოდებები გაეჟღერების. ამაგიეროდ კი ის ყოველთვის იყო ამ კონფლიქტის აღიარებული მხარე. მეგობრებო, ამას ხას იმიტომ უსმენთ, რომ შექმნილია ისეთ სიტუაცია და გორიდან გაკეთება ეს განცხადება. არ უნდა გამოგრჩეს მხედველობიდან დასავლეთის ქვეყნებში დღეს არსებული კრიზისული სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობა. ევროპის დედაქალაქებში გახშირებულია სოციალური უკმაყოფილებით გამოწვეული მუშათა აქციები და გაფიცები, რომლებიც ასევე ხშირ შემთხვევაში შეტაკებებით სრულდება. იმდენად თვალში საცემია სოციალური უთანასწორობა. შემდგარი ფაქტია, რომ თავს მოხვეულმა ლიბერალურ კაპიტალისტურმა წყობამ არ გაამართლა და ქვეყნების მოსახლეობის უდიდეს ნაწილში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა კონსერვატიულ მემარცხენე სოციალისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული წყობის ჩამოყალიბებაზე. სწორედ კაპიტალისტურმა წყობამ და მისმა ბუნებამ გამოიწვია ორი მსოფლიო ომი და სამწუხაროდ დღეს მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე დგას მსოფლიო, რომელიც კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება ვიდრე წინამორბედი ორი. ამხანაგებო, მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიურ და სოციალურ კრიზისია დღეს საქართველო. ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაღმასვლა თვალში საცემია და შესახები. საზოგადოების უმრავლესობისათვის ყოვლად მიუღებელი ანტიეროვნული ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც სახელზე გვაქვს მეგობრებო, სახელისუფლო ვერტიკალის მოშლა, გაძვირებული ფაზები პროდუქტებზე, სურსაზე, მთლიანად წამლებზე და კომუნალურ გადასახადებზე საბანკო სექტორის ხელშეწყობა ხდება. უცხო ქვეყნებიდან იმიგრაცია და მასზე უზრავი ქონების გაყიდვა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება.
ეს ის ძირითადი საკვანძო საკითხებია, რაც საქართველოს ლიბერალურ კაპიტალისტურმა სისტემამ მოუტანა. რამდენიმე თვის წინ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია სრულად ასახავს იმ მძიმე სოციალურ ეკონომიკურ გარემოს ქვეყანაში, რაც დღეს გვაქვს. გასულ წელს ემიგრანტთა მაჩვენებელი გაიზარდა 95%-ით, მეგობრებო. და 245,000 საქართველოს მოქალაქე შეადგენს. ასევე წინა წლის მონაცემებით უარყოფითი სალდო გვაქვს სიკვდილიანობასა და შობადობას შორის. ასევე დღეს სოციალური დაცვის სისტემაში 1,200,000 მოქალაქეა რეგისტრირებული. აქედან 700,000 უკვე იღებს სოციალურ დახმარებას, საიდანაც 230,000 ბავშვია. გასულ წელს ბანკების წმინდა მოგებამ მიაქციეთ ყურადღება, შეადგინა 2 მილიარდ ლარზე მეტი. აზარტული თამაშების ბრუნვა კი შეადგენდა 52 მილიარდ 500 მილიონ ლარს, რაც 2024 ამ წლის, მეგობრებო, სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 2-ჯერ მეტია. ძირითადი კვების პროდუქტების იმპორტისათვის, რომლის მოყვანა საქართველოში თავისუფლებას შეგვიძლია, ქვეყნიდან ყოველწლიურად $1 მილიარდზე მეტი გადის. მეცნიერების დათვლით საქართველოს ყველა პირობა და რესურსი გააჩნია